მოგესალმებით ჩემს გამომწერებს და სტუმრებს არხზე Vox Universum, მე ვარ სხივი, მადლობა უკავშირისთვის, თქვენი მოწონებებისთვის და კომენტარებისთვის და განსაკუთრებული მადლობა არხის გამომწერებს ერთგულებისთვის. დღეს გთავაზობთ 2026 წლის ივნისის ტაროსკოპს სასწორებისთვის. ნახოთ თვის ძირითადი ფონური ენერგია და გაშლის ბოლოს ნახოთ რა რჩევას მოგცემთ სამყარო. ასევე შევეხოთ ცხოვრების სამნიშნელოვან სფეროს, ეს არის პირადი ცხოვრება და სასიყვარულო ურთიერთობები, საქმიანი სფერო და თვითრეალიზება, ფინანსური შესაძლებლობები. დავიწყოთ ნახოთ თვის ფონური ენერგია. მეათე მაღალი არკანი ბედის ბორბალი. ივნისი თქვენს ცხოვრებაში შემოიტანს გარდაუვალი და ძალიან მნიშვნელოვანი გარდატეხების ენერგიას. ამ პერიოდში მოვლენები თქვენს ირგვლივ ელვისებური სისწრაფით და თქვენგან დამოუკიდებლად დაიწყებს განვითარებას, რაც იღბლიანი შანსების, მოულოდნელი იდეების და ახალი მიმართულებების ფორმირება შეუწყობს ხელს. ივნისის განმავლობაში ძველი სტაგნაციური ციკლები ბუნებრივად დაიხურება და თქვენთვის გაიხსნება ახალი გზა განვითარებისა და თვითრეალიზებისთვის. ამ ბარათის ენერგია მიგითითებთ, რომ თვის განმავლობაში მნიშვნელოვანი იქნება ემოციური მობილიზება. შეეცადეთ არაყვეთ შინაგან შფოთვას, როცა დაინახავთ, რომ რაღაც სიტუაციები ძველებურად ვეღარ გრძელდება. მნიშვნელოვანია შეძლოთ ილუზიების ფილტრაცია, ჩამოიხსნათ ვარდისფერი სათვალეები და ენდოთ ცხოვრების დინებას. გახსოვდეთ, ბედის ბორბალი ახლა თქვენს სასიკეთოდ ტრიალებს და ეს დრო მაქსიმალურად პოზიტიურად უნდა გამოიყენოთ. ეს ფონური ენერგია მთელი თვის განმავლობაში შეგახსენებთ, რომ არჩევანის გაკეთებისას სიფრთხილე და საღი აზრი გჭირდებათ, რომ ხელიდან არ გაუშვათ სამყაროს მიერ გამოგზავნილი იღბლიანი პერსპექტივები და დრო არ დაკარგოთ ფუჭ მოლოდინებზე. ნახოთ, როგორ გამოვლინდება ეს ენერგია თქვენი პირადი ცხოვრების და სასიყვარულო ურთიერთობების სფეროში. ხმლების რაინდი. პირად ცხოვრებაში ეს არის საკმაოდ იმპულსური, დინამიკური, ზოგჯერ კონფლიქტური და დაძაბული ენერგიაც. ივნისში კომუნიკაცია პარტნიორულ სფეროში გექნებათ ძალიან პირდაპირი, ჭრელი, ხისტი. შესაძლებელია იგრძნოთ ემოციური სიცივე ან წააწყდეთ მკვეთრ სიტყვიერ დაპირისპირებებს, სადაც თითოეული მხარე შეეცდებით საკუთარი სიმართლის დამტკიცებას. გირჩევთ, რომ მაქსიმალური სიფრთხილით და მოთმინებით გაიაროთ ეს პერიოდი, რომ ნაჩქარევმა ემოციებმა და დაუფიქრებელმა სიტყვებმა ურთიერთობა გარკვეულ დაძაბულობაში და გარკვეულ კრიზისში არ შეიყვანოს. ნახოთ, როგორ გამოვლინდება ეს ბარათი წყვილებისთვის. მე-13 მაღალი არკანის სიკვდილი. თუ თქვენ უკვე იმყოფებით პარტნიორულ ურთიერთობაში, ეს მაღალი არკანი მიუთითებს, რომ ამ პერიოდში თქვენი კავშირი გარდაუვალი, ძირეული ტრანსფორმაციის ეტაპს გადის. ძველი ფორმატი, ძველი წყენები ან ურთიერთობის ის მოდელი, რომელიც აქამდე გქონდათ, უკვე ამოიწურა და სრულდება. ბუნებრივია, ეს არ ნიშნავს აუცილებლად დაშორებას. ხშირ შემთხვევაში მიგითითებთ კრიზისის გავლით და გადალახვით ახალ საფეხურზე გადასვლაზე. ივნისში შესაძლებელია მოგიწიოთ გარკვეულ თემებზე საბოლოოდ წერტილის დასმა და გარკვეული საკითხების საბოლოოდ მოგვარება, რომ შეძლოთ გათავისუფლება, დამშვიდება და ურთიერთობამაც ცოტა ამოისუნთქოს. ნუ შეგეშინდებათ ამ ცვლილებების, რადგან ტრანსფორმაციის გავლის შემდეგ თქვენი კავშირი
შესაძლებელია გახდეს გაცილებით უფრო ღრმა, უფრო სერიოზული და უფრო მყარი. რაც შეეხება მათ, ვინც მარტო ხდება ამ პერიოდს, მე-15 მაღალი არკანი ეშმაკი, ეს ბარათი მიუთითებს ძლიერ საბედისწერო ლტოლვაზე, ვნებებზე, ცდუნებებზე, ან ფსიქოლოგიურ მიჯაჭვულობაზე. ივნისის განმავლობაში თქვენს ცხოვრებაში შესაძლებელია გამოჩნდეს ადამიანი, რომელიც თქვენში უზარმაზარ სურვილს და მიზიდულობის ძალას გააღვიძებს და იყავით ფრთხილად. ეს ურთიერთობა შესაძლებელია იყოს მანიპულაციური ხასიათის და შესაძლებელია იყოს ტოქსიკურიც. ასევე შესაძლებელია თქვენ თავად გიჭირდეთ ძველი ნეგატიური კავშირებისგან თავის დაღწევა. მე გირჩევთ, რომ ივნისის განმავლობაში შეინარჩუნოთ შინაგანი კონტროლი, არ დაკარგოთ საღი გონება მოძალდებული ვნებების ტალღაზე მით უმეტეს და ნუ შეხვალთ ისეთ კავშირებში, რომლებიც სამომავლოდ თქვენს თავისუფლებას შეზღუდავს. ნახოთ თვითრეალიზების რა შესაძლებლობებს გპირდებათ ივნისში საქმიანი სფერო. კვერთხების ცხრიანი. ერთი მხრივ ამ პერიოდში მიიღებთ განვლილი გზის ღირსეულ შედეგებს, შესაძლებელია გამძაფრებულად იგრძნოთ პატივისცემა და დაფასება კოლეგების და მომხმარებლების მხრიდან. მეორე მხრივ გამორიცხული არ არის, მოგინდეთ განვლილი პროფესიული თუ კარიერული გზის გაანალიზება, შესაძლებელია ამ პერიოდში ბევრი რამ გადააფასოთ, მაგალითად იგრძნოთ თქვენი დაგროვებული რესურსის სიდიდე, გაიაზროთ რა ცოდნას ფლობთ, რა გამოცდილება გაქვთ შეძენილი, მოგინდეთ მეტად თვითრეალიზდეთ, გადაწყვიტოთ რომ დრო აიმაღლოთ სამსახურებრივი პოზიცია, დაწინაურდეთ, რომ მეტი პასუხისმგებლობა შეგიძლიათ აიღოთ საკუთარ თავზე, რომ უნდა გქონდეთ უფრო მაღალი ხელფასი, მეტი შემოსავალი, ან უბრალოდ საბოლოოდ მიხვიდეთ დასკვნამდე, რომ სინამდვილეში მოგწონთ ის საქმე, რასაც აკეთებთ, რასაც ემსახურებით და გაგიჩნდეთ სურვილი სტაბილურად იყოთ იმ მდგომარეობაში, რომელსაც ამ ეტაპისთვის მიაღწიეთ. ნახოთ, როგორ გამოვლინდება ეს ენერგია დასაქმებული პირებისთვის. მე-20 მაღალი არკანის სამსჯავრო. სამსახურებრივ დონეზე ეს უმნიშვნელოვანესი მაღალი არკანი მიუთითებს სერიოზულ კარმულ განახლებაზე, ძველი პრობლემის გადაჭრასა და ერთგვარ კარიერულ გადახალისებაზე. თუ დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდით რაიმე საკითხზე, ახლა საბოლოო შედეგებს მიიღებთ, შესაძლებელია მოხდეს თქვენი შრომის ოფიციალური აღიარება, დაწინაურება, ან მიიღოთ ისეთი გადაწყვეტილება ხელმძღვანელობისგან, რომელიც დიდი ხანია ჭიანურდებოდა. ეს არის სამართლიანობისა და სიტუაციის გაჯანსაღების ენერგია, რომელიც სამსახურში ახალ, გაცილებით უფრო მაღალ საფეხურზე გადაგიყვანთ. მათთვის კი, ვინც ამ პერიოდს სამსახურის გარეშე ხვდება, თასების ტუზი, თქვენთვის ივნისის თვე ემოციურად იქნება სავსე და ძალიან სასიხარულო პერსპექტივას მოგიტანთ. ეს ბარათი მიუთითებს, რომ თქვენი ძიების პროცესი შესაძლებელია ისეთი შემოთავაზებით დაგვირგვინდეს, რომ არა მხოლოდ მატერიალური, არამედ ემოციური კმაყოფილებაც მოგიტანოთ. ეს არის ისეთ სფეროში დასაქმების შანსი, რომელიც გეყვარებათ და სადაც შეძლებთ თქვენი ნიჭის და შემოქმედებითი რესურსის სრულად გამოვლენას. ირწმუნეთ თქვენი იღბლის და გახსოვდეთ, რომ სამყარო ახლა გაძლევთ საშუალებას საუკეთესო დასაწყისისთვის. მათთვის კი, ვინც თვითდასაქმებულია ან საკუთარ ბიზნესს მართავთ, კვერთხების სამიანი, ამ პერიოდში მნიშვნელოვანია შეინარჩუნოთ სტაბილურობა, მიყვეთ უკვე არსებულ გეგმას და იზრუნოთ პროფესიული ავტორიტეტის გამყარებაზე. ბიზნესში ეს ბარათი მიუთითებს თვალსაწიერის გაფართოვებაზე, ახალ პარტნიორულ კავშირებზე, სტაბილურ განვითარებაზე და გრძელვადიან პერსპექტივებზე.
ამ პერიოდში იგრძნობთ, რომ თქვენი საქმე ყარად დგას ფეხზე და უკვე ჩანს პირველი ხელშესახების შედეგები, რაც მოგცემთ საფუძველს, რომ თამამად დაგეგმოთ სამომავლო ნაბიჯები. მაგალითად, ახალი ბაზრების ათვისება. იმოქმედეთ გააზრებულად და კეთილგონივრულად და სწორედ ეს სტრატეგიული ხედვა უზრუნველყოფს თქვენი ბიზნესის ხანგრძლივ წარმატებას მომავალში. რაც შეეხება თქვენს ფინანსებს ივნისში, მონეტების 6-იანი, ივნის ფინანსური თვალსაზრისით პოზიტიურად გაივლით, შეძლებთ ადვილად გაუმკლავდეთ არსებულ ვალდებულებებს და საჭიროების შემთხვევაში დახმარების ხელსაც გამოგიწვდიან შესაბამისი პირები. ამ პერიოდში შესაძლებელია მიიღოთ საჩუქრები ან ფულადი პრემია. ეს პერიოდი ასევე ხელსაყრელი იქნება თქვენთვის, რომ გახსნათ ანაბარი და დაიწყოთ ფულის შეგროვება თქვენი მიზნებისთვის, გააკეთოთ მოკლე ან გრძელვადიანი ინვესტიციები, შეიძინოთ ან გაყიდოთ უძრავ-მოძრავი ქონება, ან საჭიროების შემთხვევაში აიღოთ კრედიტიც. ნახოთ რა რჩევას გაძლევთ სამყარო ამ პერიოდისთვის. კვერთხების 5-იანი, სამყარო გირჩევთ, რომ ივნისის თვეში არ შეგეშინდეთ კონკურენციის, აზრთა სხვადასხვაობის და აქტიური დისკუსიების. ეს ბარათი მიგითითებთ, რომ მიმდინარე ამათი ან წინააღმდეგობები მხოლოდ თქვენს სასიკეთოდ იმუშავებს, დაგეხმარებათ, რომ იყოთ ტონუსში, დახვეწოთ საკუთარი უნარები და მკაფიოდ ჩამოაყალიბოთ თქვენი პოზიციები. მიიღეთ ეს როგორც ჯანსაღი ცხოვრებისეული გამოწვევა. ჩაებით ამ ცხოვრების დინამიკაში, დაიცავით თქვენი პოზიცია, მშვიდად, გააზრებულად და ღირსეულად და სწორედ ასეთი აქტიური მოქმედებით და ბრძოლით შეძლებთ საუკეთესო შედეგების მოპოვებას. ასეთი იყო 2026 წლის ივნისის ტაროსკოპის სასწაულებისთვის, ვისაც გსურთ მიიღოთ უფრო კონკრეტული პასუხები ინდივიდუალურად თქვენთვის საინტერესო შეკითხვებზე, გელით პირად კონსულტაციაზე, მომწერეთ. ჩემი ყველა საკონტაქტო ინფორმაცია განთავსებულია ვიდეოს ქვემოთ ინფობოქსში. თუ მიღებული ინფორმაცია თქვენთვის საინტერესო იყო, გთხოვთ მოიწონეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ ჩემი არხი და აუცილებლად დამიტოვეთ კომენტარები, რამდენად რეზონირდა მოცემული ინფორმაცია თქვენთან. გახსოვდეთ, რომ თითოეული თქვენს მიერ გამოვლენილი აქტივობა მნიშვნელოვანი мотиваცია ჩემთვის, კვლავაც მოგაწოდოთ თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია. უსმინეთ სამყაროს ხმას არხზე Vox Universum, გემშვიდობებით, კეთილი სურვილებით. მომავალ შეხვედრამდე.